ამჯერად ვისაუბროთ ეკონომიკურ თეორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცნებაზე, როგორცაც წარმოადგენს ბაზარი, როგორცაც წარმოადგენს მოთხოვნა და მიწოდება. თქვენ ალბათ ხშირად გსმენიათ იმის თაობაზე, რომ გარკვეული საქონლის ფასი უეცრად იწევს მაღლა, ან პირიქით კლებულობ. და არა მარტო გსმენიათ, არამედ ეს შეიძლება იყოს შედეგი თქვენი პირადი დაკვირვებისა. ხშირ შემთხვევაში ალბათ თქვენ ასევე აკვირდებით, რომ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების უეცარი ცვლილება საზოგადოებრივ დისკუსიაში ხშირად უკავშირდება გარკვეულ მოვლენებს. იქნება ეს მოვლენები ბუნებრივი ხასიათის თუ პოლიტიკური ხასიათის და პირდაპირი პარალელები ივლება აი ამ სასაქონლო ფასწარმოქმნის მექანიზმსა და მომხდარ შემდგარ მოვლენებს შორის. როგორც წესი, ამგვარი ცვლილებები ყოველთვის დაკავშირებულია მოთხოვნასა და მიწოდების ფაქტორებში არსებულ ცვლილებებთან. ანუ ეს არის ტერმინები, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის როგორც ეკონომიკურ, ასევე არაეკონომიკური ხასიათის დისკუსიებში და საზოგადოება რიგი მოვლენების ასახსნელად ხშირად ოპერირებს აი ამ ტერმინებით. ანუ მოთხოვნა და მიწოდება ეს ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორებია, რომლებიც წარმართავენ ეკონომიკურ ცხოვრებას და განაპირობებენ მომსახურებისა და სასაქონლო ნაკადების წარმოქმნას, მათ მოცულობას და მათ მიმართულების ტრაექტორიას. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ მიწოდება და მოთხოვნა წარმოადგენენ ძალებს, რომლებიც საბაზრო ეკონომიკას ამუშავებენ. დღეს მიმდინარე ლექციაზე ჩვენ ჩაუღრმავდებით აი ამ ტერმინების უკანდგარ შინაარსს, დეტალურად განვიხილავთ და შევეცდებით გავიაზროთ ის თუ როგორ ახდენს მოთხოვნა და მიწოდება ზემოქმედებას ეკონომიკაზე, როგორ აყალიბებს ფასებს, რაც თავის მხრივ განაპირობებს ეკონომიკური რესურსების გადანაწილებას, რომელიც, როგორც ვიცით, შეზღუდულ ხასიათს ატარებს. პირველ ყოვლისა, ვიდრე ჩავღრმავდებით ჩვენ მოთხოვნისა და მიწოდების მექანიზმებს და შესაბამისად გავიაზრებთ როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის მოქმედებებს საბაზრო მოვლენებთან მიმართებით, უპრიანი იქნება თუ განვიხილავთ თვითონ ცნებას, ბაზარს და შევეცდებით გავიაზროთ თუ რას წარმოადგენს ბაზარი. ბაზარი სხვა არაფერია თუ არა, ასე ვთქვათ, შეხვედრის ადგილი მყიდველისა და გამყიდველისა, სასაქონლო და მომსახურების ნაკადებისა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ ორ სუბიექტის შეხვედრაზე, ბუნებრივია პირველ ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არ არის აუცილებელი განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, რომ ბაზარი გულისხმობდეს გარკვეულ მაინც და მაინც შეხვედრის გეოგრაფიულ არეალს ან რაღაც ასე ვთქვათ ტერიტორიულ ერთეულს. დღეს მდგომარეობით
გამომდინარე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და ტექნოლოგიების განვითარებისა, ბაზარი როგორც საქონლისა და მომსახურების მყიდველისა და გამყიდველის მიმწოდებლის და მომხმარებლის შეხვედრის არეალი გასცდა ასე ვთქვათ გეოგრაფიულ ტერიტორიულ ცნებას და იგი იქცა ერთიან სივრცედ, რომელიც უკვე არ გახლავთ მხოლოდ ფიზიკური პარამეტრების და მახასიათებლების მატარებელი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ უმძლავრესი ბაზრები დღეისათვის იქნება ეს სასაქონლო ბაზრები, იქნება ვალუტო ბაზრები, ჩვენ მოგვიანებით უკვე ბაზრის ტიპებს და ასე ვთქვათ იმ ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც აი ამ ურთიერთობებს არეგულირებენ, უფრო დეტალურად განვიხილავთ და ჩავიხედავთ, მაგრამ დღეისათვის ალბათ საკმარისი იქნება თუ კი შევიტყობთ იმის შესახებ, რომ ეს არის პრაქტიკულად ერთიანი დიდი სივრცე, სადაც მოთხოვნა ხდება მიწოდებას, მიწოდება აკმაყოფილებს მოთხოვნას, გამყიდველის ქმედებაზე იძლევა რეაქციას და ეს ყველაფერი ხდება ზოგად არეალში, სივრცეში, რომელიც ხშირად ვირტუალური ხასიათის და ტექნოლოგიისაც კი გახლავთ. თავისთავად ბაზრის ასე ვთქვათ ძირითად განმაპირობებელ გარემოს შეადგენს მოთხოვნა და მიწოდება და შესაბამისად, როგორც ითქვა, აი ამ მოვლენების უკან მდგარი სუბიექტები, მყიდველი და გამყიდველი. ბაზრები თავისი ორგანიზების, თავისი შინაარსის მიხედვით გახლავთ ზოგიერთი კარგად ორგანიზებული, მაღალტექნოლოგიური და შესაბამისად ძალიან ეფექტიან პროცესებზე აგებული, ზოგი კი ნაკლებად ორგანიზებული, შემთხვევაში ქაოტური ხასიათისაც კი. მთავარი ფაქტორი, რასაც ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, გახლავთ ის, რომ ბაზარი ბუნებრივი ხასიათის ურთიერთქმედებების შეხვედრის და შერწყმის არეალი გახლავთ. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბუნებრივი ხასიათი, ანუ ხელსაყრელი პირობები იყოს უზრუნველყოფილი ბაზარზე და ბაზარი არ იყოს შეზღუდული, არ იყოს, როგორც იტყვიან, დეფორმირებული სხვადასხვა ტექნიკური თუ ხელოვნური პირობებით. იქნება ეს ზოგადი გარემო, იქნება ეს რეგულირება, საკანონმდებლო ჩარჩო თუ სხვა მრავალი ბაზრის ეფექტიანობის განსაზღვრელი ფაქტორი. ანუ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე ერთმანეთს ხვდებოდნენ როგორც მყიდველები, ასევე გამყიდველები და მათი ოდენობა იყოს მრავალი, მათი რიცხვი იყოს დიდი. რამე თუ არც ერთ ინდივიდს თუ ფირმას არ ქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ თავს მოახვიოს ბაზარს მისთვის სასურველი პირობები, მისთვის სასურველი, ასე ვთქვათ, სცენარი ეკონომიკური მოქმედებების განვითარებისა, როდესაც მხოლოდ ის იქნება მიმღები ამ მაქსიმალური სარგებლისა. ანუ საუბარია იმაზე, რომ ბაზარზე იყოს კონკურენცია, ბაზარზე იყოს ჯანსაღი დაპირისპირება შესაძლებლობებისა. იქნება ეს სასაქონლო თუ
თუ მომსახურების სახით. ამგვარად ძალზე ზოგადად ბაზრები გახლავთ კონკურენციის მატარებელი და ამ კონკურენციის ხასიათი ძირითადად განპირობებულია ორი მთავარი ფაქტორით. ის რომ იგი არის ჩვეულებრივ ბუნებრივ მოვლენათა მსვლელობის შემთხვევაში სრულყოფილი და პირობები არის ხელსაყრელი ეკონომიკურ ქმედებათა შესასრულებლად და მეორე ის რომ ბაზარი კონკურენცია ბაზარზე გახლავთ არასრულყოფილი და შესაბამისად ჩვენ გვაქვს ბაზარზე დეფორმაციის გარკვეული გამოვლინებები, როგორც არის მონოპოლია, ოლიგოპოლია და ასე ვთქვათ, აი ამგვარი გარემო. ანუ კიდევ უფრო რომ ჩაუღრმავდეთ ამ ბაზრის ჯანმრთელ გარემოს და სრულყოფილებას, უნდა აღინიშნოს, რომ ხელსაყრელი პირობები ბაზარზე ოპერირებისთვის ჯანსაღი კონკურენცია გულისხმობს სიმრავლეს, როგორც ითქვა, როგორც გამყიდველების, ასევე რა თქმა უნდა მყიდველების მხრივაც. ვინაიდან ორივე მხარეს ძალუც გავლენა იქონიოს ბაზარზე მოვლენათა მსვლელობაზე. პროდუქციის ერთგვაროვნება და სიმრავლე რაც ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია და ასე ვთქვათ, მყიდველებისა და გამყიდველების სრულყოფილება რამე თუ ისინი საბოლოო ჯამში წარმოადგენს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ტერმინი ფასის მიმღები, რაც გულისხმობს იმას, რომ არც ერთ მხარეს არ ძალუც რაიმე ზეგავლენა იქონიოს ბუნებრივი წონასწობით ფორმირებულ ფასებზე ბაზარზე. ანუ ისინი თავიანთი სტატუსით მხოლოდ და მხოლოდ შეადგენენ აი ამ ფასების მიმღებებს და სხვა ვერავითარი უფლებამოსილება მათ არ გააჩნიათ. ბაზრის არასრულყოფილების მაგალითს წარმოადგენს მონოპოლისტური გარემო, ან მონოპოლია ბაზარზე, მონოპოლისტური ბაზარი. ეს არის შემთხვევა, როდესაც ბაზარზე გვყავს მხოლოდ ერთი გამყიდველი, რომელიც კარნახობს ბაზარს პირობებს და ფასს თვითონ აწესებს. საბაზრო არასრულყოფილების სხვა სახეს წარმოადგენს სლაიდზე მოცემული შინაარსი, ტერმინი ოლიგოპოლია, რომელიც გულისხმობს გამყიდველების მინიმალურად მცირე რაოდენობას, რაც ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბების საშუალებას არ იძლევა და შესაბამისად არ მიდის, ასე ვთქვათ, მუდმივი კონკურენცია საფასო სეგმენტში. ანუ ფასები ყალიბდება არა მრავალი აქტიორის, მრავალი ეკონომიკური აგენტის საქონლისა თუ მომსახურების მიწოდების შეჭიდების საფუძველზე, არამედ მცირერიცხოვანი ჯგუფების მიერ წინასწარ განსაზღვრული და